მოდი ვნახოთ ისე გაშლა. შეყვარებული არავინ არ ახლა კაცო. მარტო ვერავის ენერგია დავიჭირო. ახლა ძალიან მაგარი რაღაცა რომ დავაუჯახოთ ისეთი. ჩქარობთ. კარგი ვნახოთ. ისთვის არის შემდეგი გაშლა. დედო აქ რა ხდება? აქ დიდი ხნის დასრულებულ ურთიერთობაზე მაშვევით. ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით. როდესაც წლები არ არის ხალხნა ურთიერთობა. 5 წელი, თუ გინდა 3 წელი, 10 წელი, 20 წელი, რა ვიცი მე აქ რაღაცა ხდება ესეთი. მომენტალურად იცით რა არის ახლა წინ რომ ყოლოდით პირდაპირ ესე სახეში გაკურებულ შემოგხედავდი. აქედან არ იგრძნობა, მაგრამ აი ეკრან შემოვხედე. აი რა სადაც ჩაწერა მიმდინარეობს. იმიტომ რომ დამითუმეთ ეს ადამიანი თუ კი ოჯახდება, არ აქვს მნიშვნელობა ოჯახდება, არ ოჯახდება, მაგრამ აი ესეთ ხალხის ცოტა მიგვირს, რატო აკეთებთ გაშლას ესეთ დროს და რატო ისმენთ, ხო? აქ პირდაპირ დასრულებული არის ურთიერთობა, პირდაპირ დანგრეული, პირდაპირ განადგურებული და ასე შემდეგ და მოდი ვნახოთ მაშინ რა მოხდა, რა გჭირდათ, რატო განადგურდა ეს ურთიერთობა, მიზეზი. არქი, მათგანაც ასე კარგი ვისე იყო გაკეთებული მაინტერესებს მამაკაცი თუ ქალზე, მამაკაცი თუ ქალი. მე ვფიქრობ, ანახე ქალია. ქალი რა ყოფილიყო რაღაც შეიძლება მკაცრ ენერგიებში, ესე რომ თქვა, ვარი ეთქვა, დაეხია უკან და რაღაც ესეთი მომენტი და მამაკაციც ფიქსირდება, არ იყო თქვათ ცალმხრივი, თუმცა ნახეთ როგორი რაღაც არის ურთიერთობა, რომ დაშლილი იყო ეს ურთიერთობა არ შემდგარიყო. ასეთი რაღაც დამიფიქსირდა. და ესეც გამოვიდა დაიშალა კიდეც ეს ურთიერთობა, მაგრამ ეს არის დიდი ხნის ამბავი თემა ჩემო კარგო. კარგი, ვნახოთ მაშინ რა ვნახო ახლა აქ. ვის არ უნდა თქვენი ურთიერთობა? ინჩაერია. ქალი რომელიც იყო შეყვარებული? რა საინტერესო. სავარაუდოდ თქვენი არ იქნებოდა შეყვარებული და იყო ალბათ მამაკაცი შეყვარებული. და ესე იგი რა ვერ იპოვა გამოსავალი არის ეს დაშორება. კარგით, მაშინ მე რა მაინტერესებს ახლა? რატომ მოიფიქრეთ ამ ადამიანზე გაშლა? რატო? იმიტომ რომ აღიქვამდეთ რაღაცნაირად შეგრძნება გაქვთ, რომ თქვენი ბედი იყო თითქოს, ანუ შეიძლებოდა ეს საქმე გამოსულიყო. ხო, ახლა ბედის თემას მე არ მივემხრობი ზოგადად. ჩვენ თვითონ ვქნით ბედს. და ესე არ არის. ახლა მოდით ვთქვათ, ეს ჩემი ბედია, ეს ჩემი არ, ესე არ არის ჩემო კარგებო. თქვენ როგორ განავითარებთ და როგორ რას აირჩევთ, ასე არის. აი ეს არის თქვენი ბედი. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალება და ჩვენ გვაქვს არჩევანის საშუალებაც. თუ იქ არ ერევიან. შესაბამისად თქვენ ეჭვი გაქვთ რაღაც ესე ვთქვათ და თითქოს ეხლა განიხილავთ ამ საკითხს, რომ კი, ნამდვილად რაღაც ესე იყო. არ არის გამორიცხული, შეიძლება ცოტა ძალა გავიდა ამ ყველაფრის და იმიტომ მოგინდათ ამ თემის განხილვა, თუ თქვენ არ გინდოდათ ამ თემის განხილვა, იმიტომ რომ იმდენად
რაღაცა გადაწყვეტილი ქონდათ უკვე, რომ ეს არ გამოვიდოდა ეგ საკითხი. წლების წინ ალბათ არც გაგახსენდებოდათ, ან შეიძლება თუ გაგახსენდათ, და იყო რაღაცა ხო ახლა თავის დროზე ძალიან კაცრი გადაწყვეტილება მიიღეთ. ხო, არ არის გამორიცხული, რომ რა ვიცი, წმენდა თუ გაიგეთეთ, მაშინ მოიხსნა ეს და დაფიქრდით, ეხლა დაფიქრდით და არ არის გამორიცხული, თავისით ცოტა განეიტრალდა. ეს მამაკაცი რა პოზიციაზეა, მე მაინტერესებს რა თუ ახსენდებით თქვენ, რადგანაც თქვენ გახსოვთ რა პოზიციაზე. ვიცი, თავისი რაღაც საქმიანობასავით, ბიზნესი, ქველმოქმედი ხო არა? ან რაღაცას ესეც აკეთებ, შეიძლება ბუნებით არის ცოტა ისეთი ტიპაჟი, ეს ნახეთ, მოწყალე რაღაცნაირად, ხო? ყოველ შემთხვევაში, ესე რომ ვთქვათ, რა პოზიციაზე არის. სად არის ეს აკეთებს? ხო, მაქსიმალურად ცდილობს, ოჯახი ყავს. არ არის გამორიცხული, 1-4 შვილი მაინც ყავდეს დაახლოებით რაღაცა ესე არის. ახლა მაგაზე ჩავიციკლებით რამდენი შვილი, მაგრამ რატომღაც ისეთი ოჯახი მგონია, რომ ბევრი არიან თითქოს ოჯახში. ან რაღაცა ოჯახი რო არის, კი ვიცი რომ ყავს. აქ ადამიანი უფრო მატერიალურ თემებზე, ბიზნესი ან რაღაცა ესეთ საკითხზეა გადასული, მოვაგროვო და ესე შემოგარგებოდა. თქვენზე რა ვიცი, ახსენდებით, მაშინ ასე დავუშვათ ახლა კითხვა, თუ ახსენდებით. არა, შემოგარგოთ. ეს არის თავის მოტყუება, ახლა მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს ახსენდებით. შეიძლება მომენტალურად რაღაცა ახლა ადამიანურ ფაქტორს რაღაცა მომენტში შეიძლება რაღაცამ გაახსენოთ თქვენ თავი, მაგრამ აქ პირდაპირ გამოუვალი რაღაც ესეთი მდგომარეობა, რომც გაახსენდეთ, ეს არის უკვე მე ვფიქრობ, რომ თქვენ უფრო თავს იტყვეთ, რომ ახლა ახსენდეთ რაღაცა. აქ რომც გაახსენდეთ არ იმას, მე რა არის, რაც შევჭამე და ხანა დამაწყებინა და რატო შევჭამე რა. თლიანად იმასქნა, იმედე და რა ჭირდა ესეთი. კარგით, რაღა ვკითხო აქ ჩემოგარგებო. ყველაფერი გაერკვა 8 წუთში. აქ ეს ადამიანი თავის ოჯახში, ესე რომ ვთქვათ, გემრიელად ზის, თქვენ უბრალოდ დაფიქრდით, გაანალიზეთ რა ხდება. მე ვკითხოთ თუ არის რამე შანსები მაინც. აჰა. შესაძლებელია რომ რამე შეიცვალოს. თუ არის შესაძლებელი, ამ წუთში რომ თავს ვიტყუებთ, ვიცი, მაგრამ თუ არის რამე რომ შეიცვალოს, შესაძლებელი. რა არის? ცოტა მეჭვება, იმიტომ რომ ეს დაფიქსირდა ისეთ მამაკაცად, რომ ეს ოჯახს არ დატოვებს და აქ რაღაცა ასეთ რამეს არისამს. ან შეიძლება უბრალოდ კი დატოვოს ოჯახი, მაგრამ რაღაცა მაინც იქნება იქ რო ისეთი, რომ თქვენთან რაღაცა არ გამოუვა, ან სწორად მოქცეული, ან რაღაცა ისეთი სისწორესთან თუ ესეთ რაღაცებთან არის საუბარი. შეიძლება
თქვენი საქმე მაინც არ გამოვიდეს. საბოლოო ჯამში არის შანსი, რომ მაინც ერთად დარჩეთ და ვიგით, ხო? ანეთი კარგი. ასე. აქ თუ ეს მისი ცოლია და მან იმოქმედა ეს ყველაფერი, იცოდეთ რომ ისევ ოჩაღად დგას ფეხზე და მაშინ გამოდის რომ აქ რა ვიცი მე რა წმინდებილებები უნდა ჩაატაროთ, ეხლა ხო აზრში ხართ. უნდა იბრძოლოთ და ასევე მე ვფიქრობ რომ ის რაც გაკეთდა ისევ ძალაში არის შესაბამისად, ამიტომ არ მოხდება ეს საკითხი. აქ ნახეთ, უბრალოდ თქვენთვის რომ გაიგეთო წმინდა ბედი რომ დაიბრუნოთ, ეხლა ხო ჩაგიკეტეს, შეიძლება კი ბატონო, სხვა მხრივ დაბრუნდეს ბედი, სხვა ადამიანი, მაგრამ ეს არა. ესეთი პატარა დიაგნოსტიკასავით გამოვიდა. ეს რომ გამოვიდეს ეს საქმე, აქ რა იცით, როგორი ბრძოლა მოგიწია. საინტერესოა. მე მგონი საკმარისია. ის რომ წარმატებას.